მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის Captain podcast-ის მეორე სერია. მე ვარ თქვენი host-ი, გუგა, მარცხნივჯდომი. და ეს ჩემი co-host-ი. მე ვარ ირაკლი, მარჯვნივჯდომი. და სამ დისკუსიას დავიწყებდეთ. მინდა რომ ჩვენ TikTok-ის კლიპებზე კომენტარებს რაღაცებს შევეხო. იმიტომ რომ წინა სერიაში დავიწყეთ NGO-შნიკების დაჯმით და რაღაც რა. გონია ანუ არასწორმა ხალხმა გაიგო და ცუდად გაიგეს. და უნდა ხა ანუ სია გავაკეთე პატარა, ანუ ვინ არ უნდა უყუროს ჩვენ პოდკასტს და ხო მაგაც წავადგინოთ. ვინ დავიწყებ. პირველი პოლიციის საკლისწავლება არ უნდა უყურონ. ნამდვილად. მეორე ეგრეთ წოდებულმა აპოლიტიკურმა ხალხმა არ უნდა უყუროთ. ნუ რავი, მე შეგძინავდები რომ აპოლიტიკურმა ხალხმაც უნდა უყუროს, რომ ცოტა პოლიტიზირებული შეიძლება გახდეს ჩვენი. ანუ ხო კიდე შეიძლება. ცენტრისტებმა არ უნდა უყუროთ. იგივე ყლეობა. ხო, მე მარჯვენებმა არ უნდა უყუროთ. გიჩის ხარდაჭერებმა არ უნდა უყუროთ, მით უმეტეს იაგო ხუჯეს გიჩის ხარდაჭერებმა. და ხო, მგონი ჯერჯერობით ეგ არის. ნუ და ჩვენ ანუ როცა დავცინეთ NGO-შნიკებს და აქციის ხალხს, იმიტომ დავცინეთ რომ ან ჩვენ მაგაცე უფრო რადიკალები ვართ და ანუ ჩვენთან მოსულა რა. ან ჩვენ მაინც მაგათ ხარეს ვართ. ხო და კიდე ერთ პატარა side note მინდა. ან TikTok-ის კლიპების კომენტარებში ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ 15 წლის კლუბებში ერთმანეთს ნუატარებთ კლებს, win for captain არის და ვაფშე ანუ ჯერჯერობით ერთმანეთს ნუატარებთ და მე რომ ჩვენ უგვატარებთ, იმიტომ რომ tell personality is არ უნდა იყოს captain ხარ, თუ ეგა არ ხარ captain. ნამდვილად, კეთან ხარ. მე მორჩიშა, ინტროს მორჩე. ასე იყო ინტრო მეკითხი. ფოდიშის მოხდა მინდა წინა სერიისთვის, იმიტომ რომ ჩემი ხმა წესი არ არისმა და ეხლა დარწმუნებული ვარ რომ უკეთ ისმის, იმიტომ რომ Audacity-ში ვიწერთ და ახლა მაგაც Razer-მა გამიტრაკა და Synapse update გავუკეთე და ხმას აუწიე და იმედი უკეთ ისმის. ხო, ეგ უნდა გამოსწავლო. და კიდევ ეცდებით რომ ნაკლებად გავიმეორებთ რაღაც სიტყვები. ხო, ანუ დაუჯერებელია საოცრება. მაგით ის ფოდიში ხდით ყველას. ვინც ვერ აიტანა პირველ სერია, მაგრამ ნენელა გაუნჯობესდებით იმედია. ხო, ერთი hate comments ნახე, ლაპარაკი ისტორიაში გამოსულა ბოზო და მაგაზე მართლა ვერ გამომტყუნა პროფესორს, იმიტომ რომ მართლა ისე ყლევა ლაპარაკობდი, რომ მართლა ვერ შევძინავ მეგები. მართლა წიგნები უნდა წავიკითხე. კი, მეც გენ ყოს არ გვაწყენ, არ ვიცარეწყენ წიგნები. და კიდე ცენსეში ლაპარაკობთ ქართულ underground და რაღაცებზე. ხო. მაგაზე გამორჩა რომ დამეჩნებინა ან ქართული underground-ის კოდი მაზიესე. მაგის ეს ბოდიში ხდი ძალიან დიდ ბოდიში ხდი. და ვაფშე ანუ წეგან გაის გამახსენდა კიდე. შოკვანჯაში ვიკითხე. გამოგლუბი მოყავდა. ვიღაც იმან რომ იყიდა. მაზიეს ესე ჩვენ ცნობით ვიღაც მეგობრის ნაცნობა მიყიდა მაზიეს ფქვილი და უთხრა კეტამენია თუ კოკაინი თუ რაღაც. ხო. მე მაზიეს სტორიზე დებდა რომ მაგდო მაყლებს და რაღაცებია. ნუ ეს ანუ ხო ესე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე პირად ჯერ რომ მაზიეს ეგეთ რამეს იზამდა. ფიჭა მაზიესი ხა მამა გაბანასთან დაკალობს. ხო მართალია. ახალი საუნდი არ შეგხვედრიათ დაგზა? ის დამძახშენი. ხო ეგ. ნე. ხა მოკლა ძალიან დავაზუსტე ეგ ინფორმაცია, შოკვანჯაში ვიკითხე და მიცემითხე რომ სალომეს ნაცნობაა და რავი, თუ კონტროლავენ. ნუ კაი ხა სალომეს იმედი არ მოკლავენ. იმედი. სახელი გვარი და უნივერსიტეტი დავსახელო. გონდია, მოდი ჯერ თავი შევიკავ. ხო, მე იმის თქმა მინდა რომ ვინმე თუ იცით ქართველი underground artistები და ასახელეთ. რავი, შენ გახსენდება მე? ხო, მართლა თუ იცით აგვათაფინეთ და მე ბიჭა ის Boris-ის ბოლო single მართლა ძალიან თესლია. მაგას ვაპირებდი მეც მაგივე თქვა. და ვიდეო ძალიან თესლია. სხვათა შორის ილონიც თესლია, რო არ აფასებთ. საკმაოდ კეჩი სიმღერა, რამხელა იყო, პატარა ბავშვი იყო. ილონს არ დავაფას ფარად. ილონს ავაფასე. მაგრამ ეს ახალი მართლა ძალიან თესლია, თან ბიტის თესლია და რავი, ტექსტის თესლია, ვოკალების თესლია. ალო. რო ძალიან თესლი სიმღერაა. თა ილონს ასე ჩიმაიც. ილონ ანუ
ივანს ერთ-ერთი კაიაკ დიდუბე რეკორდზე იყო გამოშვებული მგონი მეტი არაფერი. დიდუბე რეკორდზე. ქართული ანდერგრაუნდის ნაწილი გამოდის დიდუბე რეკორდზე. ხო. ძინათი და კიდევ ის შეგიკერავენ ქუდა. ხო, ეგ მუნჯი როგორც მახსოვს მე. ხო, მგონი ეგა. და რავი, ჩემი მეგობრები ერთი მეგობარი აკეთებს ვითებს, თუ გინდა მაგასაც მოусმენთ, აღარ მახსოვს რა წერია, იმიტომ რომ ხშირად შეუძლია სახელი, მაგრამ დავფლაგო. ის which house? ხო, which house აკეთებს, ყოველთვის აკეთებს, ძალიან მომწონს მე, პირადად. იმედია გამახსენდა ამასობაში. Ну, кай, editing is just просто. აი დაილინკება რა, ან დაილინკება, ხო. ჩვენც ოდესღაც ვაკეთებდით მუსიკას. ოდესღაც რა, კაი ხანია მოყოლებული ვაკეთებთ. ხან რას. ნუ ცდილობთ თლად ვაკეთებთ, არ მგონია, მაგრამ რაღაცა ცდილობ ჩხარტი. ჯერ მე ვიყავი თავარი პროდიუსერი ჩვენს ამეგობროში. მე მომბეზდა მე ჩხარტს ვაჩალიჩებოდი ამასობაში რომ მეთქი ანუ რამე დოგან მოიწერა და შენს გააკეთე მუსიკას და ჩხარტი ეზერებოდა ფასეკვები ქონდა აშკარად. ხო და ეხლა არა მე ბავშვობაში ვაკეთებდი ბავშვობაში ქონდა FL Studio იმ პირველ ლეპტოპს და ისეთ ყლებს ვაკეთებდი რომ ანუ ავიჩი მქონდა ახალი მასვენელი რა და მეთქი კარიერა მეც ავიჩი გავხდები და ეგა ანუ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს. მაგრამ დღესდღეობით ჩხარტი არის ავიჩი. ხო დღეს ქართული ავიჩი ვერგე. ხო და ჩხარტი ასევე ამასობაში დაკავდა პროდიუსინგით მე გადამასწრო. ნუ მე მაინც დონეზე არ ვიყავ, მაგრამ გადამასწრო. და ცოტა დაბლოს იმაში DJ-ობაში როგორც ვიცი. ჩოგანი DJ-ობაში უფრო და პროდიუსინგში უფრო დაბლა. ხო, გაი. ანუ ყოველ შემთხვევაში DJ-ing უფრო შეამონებს. მე ბავშვობაში მქონდა DJ-ing-ს მომავი რომ მეთქი რაღაც გონი American Pie-ში ნახეთ რაღაც party movie-ში ნახე რომ DJ იყო რაღაცა მეთქი აი ეს მინდა ვიყო რომ გავიზდე მინდა ეგეც მე ქსურვილი წამაცალე რა ძალიან მალე Tesla BT work-ში და vocals დაიწერება და ეს პოდკასტი გამოჩნდა თუ არა სიმღერა მაგრამ დაიწერე ნუ ზადიყავთ რა ნუ მე ხო ამასობაში დავკარგე ჩემი მუსიკის ნიჭი ბავშვობაში სტადიოდი სანმა სიმღერაზე ან ჩემ არა მუსიკაზე არ დავდიოდა ხოშ მაგ ჩემი უნება ყოველთვის რომ სმენა არ გაქოდა ანუ ისე ანუ ორივე ბებია მუსიკაზე ეყოდა ან შევა პროსტა გენებში მაგ მე ბავშვობიდან მინდოდა რა მაგა მუსიკა ჩემი დაც მუსიკას მომღერალია და მე მინდოდა ძალიან დრამები და ერთი შვიდი 8 წლის ვიყავი ჩემს უთხარი რომ მეთქი დრამებზე ვეჭველი შემიყვანით იმიტომ რომ ძალიან მინდა თქვა და შემიყვანეს სიმღერაზე და მითხრეს რომ რა ქვია სიმღერა აუცილებელია ჯერ სიმღერა უნდა ისწავლო და მე დრამებზე დაგსვათო ეს მშობლების მატყუებდნენ ამას და ცენ სტუდიოც მატყუებდა რომ აი ჯერ იმღერე და მე დრამების რომ მოვა და ამასობაში გავიდა 1 წელი და რაღაცა რა და მქონდა კონცერტები და რა მე მოვწივა მეთქი ან დრამს არ მასწავლეთ ხო აქ თქვა და არ მასწავლეთ აქ ვაფშე ზეამოსო ხომ გამოვედი მაგრამ ერთწლიანი სიმღერის გამოცდილება მაქვს თან კონცერტზე ბალუ ვიყავი ჯუნგლის მე ეხა გამახსენა ხოლმე გიტარაზე დავდიოდი 1 წელი ალბათ ნუ დიდი გიტარის დამკროლი არ ყოფილა არასდროს რა ყლეს დავკიდე გიტარისტი ხა და აი ხა აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კლუბში არის ჩემი გიტარის სწავლებელი DJ ან მან მუშაობს და თან იცოდი რომ DJ იყო არა მივედი დასაკრავად და ანუ მან დიყო პროსტა რა და მე გამოყლავდი და მე რა მეკითხრა ხო გახსოვდა რომ რაღაც კალე გიტარის გასწავლდი მე ხო გამოყლავდი მე და ყოველთვის მე მოხსოვდა მე ზუსტად და ხო მან ყოველთვის მოხსოვდა თან დასლდება მე რამდენიმე წელი გავიდა და კონი 3 წლის წინ ვიოდი დრამებზე ვაკეში და ეგ იყო 2021 ხო მაგ დროს დავიწყე
შენი განი ხარ ნახვა შენი გაცნობა ახლა ვაკეში იქვე დავდიოდი რა შენთან გე და კაი მასწავლებელი იყო ძალიან რეგაიონის თუ იცით რეგაიონი ქართული რეგაი ჯგუფის დრამერი ლაშა და მაგისთან დავდიოდი რამდენიმე თვე და ძალიან მომწონდა რა ძალიან მიყვარდა просто მე ბოლოს დადგა ესეთი ფაქტორი რომ უეჭველი სახში უნდა მქონდეს დრამები და სახში არ მაქვს დრამების ადგილი არც სახში არ მაქვს არც გარაჟი არ მაქვს არც არაფერი რა ძალიან პატარა ოთახი სახში ძალიან ხმაური იქნება ხო ხმაურიც იქნება გამოძევნენ ალბათ მეზობლები ხო და ან ელექტრონული დრამი შეიძლება მე არც ელექტრონული დრამის ადგილი არ მქონდა ხო და გამოვედი დრამერობიდან და სამუდამოდ დავანებე თავი ჩემ სურვილს ესე გახსოვს რა ქვია პირველად როგორ გიცანი როგორ ხასიათზე ვიყავ როგორ ვიყავ იმიტომ რომ მე მახსოვს რომ იმენა შოქში ვიყავი მგონი პირველად ვიყავი გასული ვაფშე გარეთ აი ეგრე არ ვიყავ მე დავდიოდი ხოლმე გარეთ ნახულობდი ხოლმე რაღაცებს ხო არა მე მგონი პირველად გამოვედი და არ ნათქვამი მაქვს თუ არა მაგრამ აი გროგ ნახე იმენს ჩემ მგონი თვალებში ისეთი anxiety მქონდა ისეთი social anxiety ეგ პირველად ხო ან ტილს პირას ვიყავი რა ისე ნერვიულობდი მეთქი რა ხდება რა ვქნა თქო და ავეჭა anxiety მეც მქონდა მაგრამ ეგრე არა ტილს პირას არ იყავი ხო ხა ტილს პირას არ ყოფილა ხო ძალიან ცუდი anxiety მქონდა მაგრამ ერთხელ ვნახე და ვნახე რა ანუ ზოგადად გაიგავდი ერთხელ და ადამიანი ნახე და ასა გამიარა აბა კარგი გასწავლე ეხლა მე უფრო მეტ anxiety აქვს და შენ იმენა ხო კი მართლა არა რეგრესია მაქვს ჩავალებული აი ერთი თვე ანუ ნორმალურად არ ყოფილა ეს მოხდა 2 დღის წინ ერთ თვე გაეთ არ ყოფილა ხა ანუ არა ყოფილა გარეთ ხა ანუ მაგრამ ანუ ისე არც კლუბში არ ყოფილა არც მეგობრები არ მინახავს და კლუბში მარტო შენ გამოშეძლება მოვიდეს კაცი აი ვაფშე ეგრე ნუ შენ თუ შემოგიფეს ხა მე ისე ხო არ შემოიშვა ის რა ქვია ტესტამ გაიბიფკა ხო ტესტამ ის ბიფრა ჩხარტის კონდა სეტი და იყო ხამის რომელსაც რაღაც რა შუაღამეს ხო და მაგისტრის გამოვიყარე სახიდან ძალიან ჩუმად სახის კარები არ ჩავკეტე ისე მეშინა და წავედი მარჯანიშულზე გადმოვიდი მაგ ტაქსში გადავიხადე ფული ინტერ ტრანსპორტი არ გვაქვს ამ ქვეყანაში რაც ამაგარია შუაღამის ტრანსპორტი არ გვაქვს просто ფეხით რომ მიგახვიდე საიდანაც მივედი დავხტა ჩხარტი მეგობრებთან ერთად და შევედით რა გავარდა პირდაპირ ვეიტანთ და ან ცოტა შოკი იყო ჩემთვის რა მეთქი რა ვქნა გეჯი გავებოდი მე წერდი ახლა თან ანუ ვერ ხდებოდი რა მეთქვა იმიტომ რომ ანუ მე რეფერენსი ვიფაი მაგ სიტუაციაში მე დამძრეობდი აი ვიფრთხილ მეც არ ხარ ხო მომუნე გეთქვა ხო თან მეუნება რომ აი ყველა მიცა უკვე და მე დავში რა ბოლოს და მომეუდა რამდენიმეჯერ მე აი დავიკიდე და ამოვიღე და მივეცი პირადობა ხო მეთქი ანუ ვერ მიხვდება რა ტრაუმატის რო არ ვარ იმიტომ რომ არ მგონია ავი ძალიან მეტყობა ტრაუმატის რო არ ვარ აუ შენს ბრიშენ გავხარძო ხო მივეცი ვაში ექსლენ ხო მივეცი კაი ხანი უყურებ და მეთქი აუ უეჭველი მუშაობს ხანა არა გააჯიო და შევიდა 4 კაცი და შენ დაჟე უთხარი რომ მე უკრავ და კაი შენ თუ უკრავ შემოდიოდა მე მოვწირო უნდა მეთქვა რომ მე უკრავ თქო მე ვარ ჩხარტი თქო და შენ გენახებინა პირადობა მაგრამ ცოტა მიტყდებოდა რაღაც ნამუსე იყო არ ვარ ჩხარტი აი ეგეთ თესლი აი მართლა ეგეთ თესლს არდანკას არსებობს მართლა ძალიან იმდენი ხალხი იყო და ისეთ სიგიჟე იყო ეს სიგიჟე ხო ძმეს ჯობდაი 20 bands და აი ვინც არის ეკა ჩხატისეძე რაი აი ჯგუფთან ქრიცან კაი просто ანუ თუდი დრო დაანთხო და იქ ანუ ტესი იმიტომ იყო ეგეთი კაი რომ ანუ კვირას სხვა კლუბები ყველა დაკეტილია და იქ თან ანუ ფასო იყო მგონი მაგ დღეს ან open decks არის ხოლმე კვირას რა და ანუ სხვა კლუბი რო არა ყველა ტესში მინდეს და მაგეთება ძალიან ბევრი ხალხი ნუ ხო მარტო მე ვიცოდი და ძალიან კაი იყო მინქრობ კელესტანში მე ძალიან გავერთე ძალიან კაი სეტი იყო ხო და აი მე ერთ თელიკურა ვფიქრობ
რომ დავიწყო სიმღერის მოძებნა და ახალი სეტის ჩაწერა გავგზავნე. ვინმე რა დაგიძახა? ეს არ დაგიძახებს რა, ჩემთან გავგზავნე. ამასე არ ხარ ჯერ? ახლა. ეს დანაშოს რა გიზგა. გადავრეკავ და რამეს გავარკო. ზემოთ გავს ხალხი. რა შენ იცინე და ერთხელ დაგჭირდა ვიცმო. რა მე თან Hunter Biden's waves are ეგ როგორ უნდა ახსნა მართლა არ მესმის მაგრამ იმენა ჯერ ახსენე აბა Hunter Biden ვინა? ხო კარჩა Hunter Biden არის Joe Biden-ის ყოფილი ამერიკის პრეზიდენტის შვილი რომელიც არის Joe Biden-ის ახსენე. Joe Biden-ი არის? Joe Biden-ი ახსნა ეხა და ის უკაინ ტიპი რო არის და Joe Biden რომ ეგაა Joe Biden-ი მაგას სკოლის ხომს. ხო და მოკლედ მაგის შვილია იმენ ნარკომანია და ეს ლაივებში გადის ხოლმე პროსტა რა და ტიტულია ხოლმე და cracks ეწევა ხოლმე ჰეროინის სიცხეს რაღაც და რამდენიმე თვისწინ თუ არ ვშწია თოსგონი ანუ წეს ციხეში იჯდა რა დაჭერილი ყავდათ გაისრა Joe Biden-ს კითხეს რომ ანუ შენს არ დააფარდება და არავინ არ დგას კანონის ზემოთ და რავი პრეზიდენტობის ბოლოსკენ მაინც გამოუშვა და ეგა მოკლედ Hunter Biden-ის lore და Hunter Biden-ი მithქვცავ თავს იმიტომ არა რომ მეც ვეწევიან ჰეროინის ვიჩო პროსტა ანუ ეგეთ ვეზე რა First stream-ავს ხოლმე შუა გამის TikTok-ის live შედის ხოლმე და stream-ავს და ხო კი და ვიხოცები რომ დამეთყოთ რაღაცაება გამოდით მეხეცება ხალხს აბა ახალი ამბები დავფაროთ ახლა რაც მოხდა ამ ბოლო დღეებში ეს სეგმენტი ნუ პირველივე ის მიწერია ახალი ამბებზე პირველივე მიწერია ივანის ზიქაილი ეგ არის ზიქაილი მამაჩემიც მიხსნი და რომელსაც ანუ ეზიზღება ილონი მიხსნი და არა თურმე არ ყოფილა ეგა რომანული ხელდი სალუტი ხა ჯანო აი რანდომ და ანუ crowd-ის გული გადაეგდოთ გული გადაეშალა რაც და ანუ ხელი ამოებრუნებინა პროსტა ის არ ეკდა ანუ ჩემედი რომ ანუ palm კონდა ზემოთ რა და არ პირიქით ეგ უკვე დაფარულია მაგრამ ჩემედი ისეთი გამოყლებული იყო იმდენი რაღაცა გაკეთებული და იმ რაღაც იყნასავს ალბათ შეიძლება მაგას დააბრალო მაგრამ ნუ ისე ეწყლე არის იმიტომ რომ ილონ მასკი ხა თუმე რა იმ დროს ნახე მამამისი იყო რაღაც nationalist movement-ის მამამისი კი არა ბაბუამისი იყო nationalist movement-ის დამაარსებელი სამხრეთ აფრიკაში ეგ არ ვიცი მაგრამ მამამის აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში emerald mine-ები ქონდა და child slave-ები ეგ ვიცი ხო და მაგ fortune-ით ბაბუამისი იყო რა ქვია nationalist movement-ის დამაარსებელი და ეგ რო დაარსა მე აპარტაიდის სინამდე ქროაჯაყმენ სამხრეთ აფრიკელები მაგის გამო წავიდნენ კანადაში 11 მილიონი ყლებობენ რომ თუ გინდათ რომ მილიარდერებზე ვილაპარაკოთ დასეთ კომენტარებში და ერთ სერიას დავუწყოთ მილიარდერებს კი პირდაპირ ამაზონის მინუს ჩაგერთვალეთ ორ ჰაუსს და სამაგარია ხო ბოთლებში როვსა აი მაგერესე მას დაუჯერებელი ეგ 4 გვერდი ეგ მარკ ზაკერბერგი Google-ის CEO ილონ მასკი ტრამპის ინაugurაციაზე და ვინ უფრო ჯო როგენი ხლას ჯო როგენიც იყო ყველა იყო ჯო როგენი სტიოვან ჯეიქ სტელოგან თიონ მაგარია მოყლებული არ მოს კაი გაჩი შენ მოვიწვევ ერთ დღეს მოგვიწია სტიოვანის მოწვა ქართულს რო ისწავლეს ხო რო შეგეძლოს ნებისმიერი ხმის დაყენება გადასახდელ აპარატებზე რა ხმას დააყენებდი ვახრთული კითხვა ძალიან ბჯრავი ალბათ რამე ცოტა დაყენებაც რო შეგეძლოს პროსტა ან იმ დღეს როგორც იყო რა რომ ისმოდა რა სულ რაღაც ფაილი იყო ჩართული და ისმოდა რა დააყენებდი Peter რავი რამე class conscious იმას ვიპოვდი ქართულად რამე speech და მაგას დავაყენებდი რომ მომშოვე კლასი უნდა აჯანყდეს ან რაღაც გონი მასე speech არა აჯერ ქართულად მე რა დავაყენებდი
რამ სიმღერას დავაყენებდიოთ? Просто არ არის ხელთელდი დროას რამის არ გამოიყენებდი. არ პრესპოია, რამის სიმღერა დავაყენებდი. ხაი, ანა პოტენციალს დავიწერე, ვინც გამოყოლებულმა, პოლიტიკა არ გვინდა ხალხს ან გვინდა მარტო. აი, რაც გაქვს შეიკე, აი პიროვნებას ვეთქვი იმას. მე პიროვნებას ვეთქვი ძმაო, რომ თუ არ გიგისტორდება, შეიძლება ანუ სხვა სიყო რომ ძალიან ყველაზე კიდე ანუ ნეცფენზე და ყლებებს ლაპარაკს არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ბოდიშა. რა? მაგასაც შეუძლია თქო უნდა, მაგრამ ნუ წკაბდინ მარტო underground-ის ხრივ არ ვართ. ხო. ხო, ანუ პოლიტიკაზე underground რამე რა არის. ხიდის ქვეშ პოლიტიკა. ხო, ხა რადიკალური თუ ხარ underground დაიყო. კიდე მორიგი ნიუზი სკულშუტერი. ოკეი. ანიტაჩის ხო, სკულშუტერი რა. ის black tip რა Blade fan. ხო, Blade fan. რა ის თამაგის მაგაზე. ვიჭა რა დილის ხაზრო შავკანიანი white supremacist დახვდეს და Blade ღეროდეს ეს დავაბულინგებდი ალბათ. ეფესეთივა გარაბაინე კაროგესტრის. დილის ხაზრო მიდიხარ სკოლაში და შავკანიანი ტიპი გელაპარაკება white supremacy-ზე, აგერთაზე. თან ანუ აგერთა playlist-იც არა აქ ჩართული ტიპს Blade ეგ უბრალოდ ჩართული. ეგეთები ყავს ჩვენ რავი სომხები და აზერბაიჯანელები და მარნეულიდან ჩამოსულები რომ it's white supremacy ლაპარაკობენ. ეხლა თელ ხორფი ტესტი რა იქნება თიმ ბავშვებს Blade-ზე წარმოგიდგენია. რასადია? Blade კან ჩართული school shooting-ის просто. კი. მართლა? კი. აი მენა და გაფანსი არა. კი, მოხორი კანი ჩართული. აი გაიცო. აგჯერეთ, მაგრამ მე იქ ვიყავ. რა დამავიწყე. ირებდი. ვინც არ აყვებოდა ლირიქს ეყავს ეს. Boing sound effect-ს აკეთებდა. აი. დღეს ფენომენია ჩვენთან რომ ჯერჯერობით school shooting-ი არ მოხდარა. school shooting არ მოხდარა, მაგრამ ჩვენ დროს ბომბსტერსები ხდებოდა. ეგ არ იყო შენ სკოლაში? არა. მაგრამ კიდე მე მახსოვს. და აი მე მახსოვს ბომბსტერს დარეკეს და ანუ ევაკუაცია დაიწყო რაღაც და ჩემ კლასებში ყოლა პანიკაში არიან რაღაც მithomდეს გოგოები და რაღაც და მე ძალიან ცდილობ რომ იმენა horror farmer ვიყავი ბავშვობიდან და ძალიან ცდილობ რომ nonchalant იყო და რაღაც კაი გადაივლის და რაღაც ეს ყლევას ვაყარეკავდი იმენა ძალიან მინდა და grown up ყოფილიყავი nonchalant ასეთი ხარ მას რა ხა ბუნებით ეგეთი ტიპია просто ანუ რავი და დაიკიდეს რა სკოლაში მართლა აფეთქდა შენ სკოლა თუ არა არა სკოლაში არ აფეთქებულო მგონი არც ერთი სკოლა просто ტრენდი იყო რა სკოლებში ვეკავდნენ ბომბია და სამის არ იყო ესეთ ან ჩემს სკოლაში არ სამხდარა მას რაღაც სულ ჯედი გავაც ანუ რა ქვია საჯაროებში ხდებოდა მარტო ყველაზე დიდი controversy მე მქონდა ჩემს სკოლაში რა ქვია ხო კონიმ მერვე კლასი იყო რა და ხო მეცხრე კლასი იყო 4 წლის წინდელი ამბავია კი ვა მართლა დავუვერდით და მეცხრე კლასი იყო ჩავედი ტოალეტში რა მე ჩემ მეგობრებთან ერთად და ქვექი რაღაც ქენდი რა ძალიან მაგარი რაღაც რომ სავს გადავიღებ ტოალეტში თქო რა თურმე ამასობაში სტოლში იყო ვიღაც ბავშვი დაბაკლასელი და ისეთი სტოლებია რომ ანუ ბოლომდე არა დაფარული რა თავი მაინც გიჩანს ხო გადავიღე სელფი რა ძვაკაცებთან ერთად გონი ხმა ქონდა რა და იმ ბავშვს გამოიხედა მე დავიგნორე ავედი რა ქვია კლასში ხო კადის რამდენიმე ეკუთილი და ამოდის დირექტორის მოადგილე რა გამოდი ბიჭო აქ ვარ მე არ ვიცი რა ხდება იმიტომ რომ არასდროს არ მოხდა მასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში დირექტორთან ვაფშე არასდროს არ ყოფილვარ და სუფთა ბავშვი ვიყავი და მიყვება რომ ამ დაბა კლასემა ბავშვმა ჩამაბუზა არ ვიტყვი დამაბეზღა თავის დამრიგებელთან რომ ვიღაც მაღალკლასელი ბიჭიო ფოტოებს ვიღებდი ტუალეტშიო და აი შოქში ჩავარდი რა ცოტა ხანი და მე ამ სტრემლიანი რომ მეთქი არა თქო რა გავხსენ გალერი ვანახე ოფერი წაშლებიც ვანახე და ოკეი და ნუ არც დაიჯერე თუ არა მაგრამ ხო ეგრე მოხდა და მე დირექტორთან ვატარეს პოლიციას დაურეკავთო რაღაცაო
დირექტორს გონი თქვენდი ჯერა რომ იმ ბავშვს კოლეჯში ფოტო გადავუყედა. მინდა მადლობა გადავხადო. ჩემ დირექტორს. ადავას მე გონი მე ჩემ დირექტორთან ძალიან ხშირად გქონდა ხოლმე ბიფ. Вообще, ოქმი ძალიან ბევრი მაქვს. ოქმი? მაგრამ მქონდა ოქმი არ ქვია იმას კლუბს. ოქმი რაღაც პოლიცია რო გიდგენს ეგ არა? ნუ ხომ რაღაც გემქრებოდნენ რაღაც კლუბს რომ აი გაკვეთილიდან გამოგაგდებენ მანდატურ დაგინახავთ რო იდექი კლასი არის და აი ოქმს დაგიწერო ხა და ხა ეგრე კაროჩე და ბევრი გიგრებოდა და just extend-ი იყო რაღაც. რა ქონია? რავი, ბიჭანთელი ბავშვობა, პირს ვერ ვაჩერებდი მართლა კლასში. იმ ერთი მომენტი არ მახსოვს. მე 11 კლასამდე ვაღონთ. მე 11 კლასში დავჩილე. მაგამდე იმენა ბავშვი პირველი კლასიდან მოყოლებული. მარს პირს არ ვაჩერებდი. კარჩ პირველი დღე მივედი, ძალიან ბევრი ვიტკირე, რაღაც თეთრი მარ დამტყავდა რაღაც. და სკოლაში იტირე? სკოლაში ხა პირველ დღეს კი. სკოლაში მე არ სამიტირე. ჩვენ ბაღში წდიროდი ხო? ბაღში კი. ბაღში ყველაფერი მოსულა. ხა, კაი, მოკლედ და ერთი როცა გავიდა პირველი დღიდან და მე მაგის მერე მარს პირი არ გამჩერებია. და ხა, მე 11 კლასში დავჩილე, იმიტომ რომ უკვე ძალზე მეკიდა ყველაფერი და კლასელებს ყველაზე მეკიდნენ და კლასელებს ყველაზე მეკიდნენ რა, თესლი ხალხი არიან. პროსტა დილის 9-ზე მაგათთან ინტერაქცია ყველაზე მეკიდა. ან ჩემი გროვების ჩათვლით. ხო. და პროსტა მეძინა ხოლმე მთელი დღეები და მე გამოდიოდი მე-6 ოქტომბრიდან. მე სკოლაში არ მიძინია ერთი წელი არა. ერთი სემესტრი ორჯერ დავიძინე და მაგის მე არ მიძინია როგორც მე 11 კლასი მართლა მთელი წელი ყოველ დღე მეძინა და ეგრე კარგად დღეს აღარ სახში არ მძინე შეგე. ველოტრონიკზე და მოწელზე არ იგზნოს ეგ კაი. მართლა. რაღაც შარმი ქონდა თავისი რა, რომ თავი გედო და რაღაც კლასიკაკანი და ხმაური გესმოდა და შენ რაღაც disconnected იყავი detached ხარ ვაფშე ყველაფრისგან და აი სხვანაირი ძილია. არ ქონია experience არა. სკოლაზე დიდი ხანი ამდენი ხანი გიძინა. რავი, ერთ სამი გაკვეთილი გადამოვდი მძინები რაღაც. მე მახსოვს გას დავგაგდეს. რა ქვია, მამა შენ ლოლის გამ. აი გამართლა დავიჯერებელი. როგორია ძმა? ალბათიშ. ეხლა მოკლედ ეგ თანაც ძალიან საშინელი მიმი იყო, აი თანაც კატალინა როცა ათ მოუწოველი ყლედ მოუწოვდეს ნახულობენ და მაგაზე ისე ჩაუბჟირდი რომ თან შენ იხდას მაზლებს მასწავლებელი იმენა და ვერ ჩერდე პროსტა მართლა თავს ვერ ვიკავ და ბოლოს გამიშვა პროსტა კაი გადიო ხა მე არ ზაგაუგდივარ მე კლასიდან ძალიან ნორმალური ბავშვი ვიყავი რა ვარ სკოლაში ჯერჯერობით მე სამი კლასში ვარ თორიც მე მაგარი ყლებაში ვიყავ ეხა ხარ რაც თავი ეხა რავი ვარ ხო ბოლზარზე მოდი ხარ ჩემთან ხო წელს გაგდამავეწა მოდი არ ვაშო იმდენ ხალხი ყავს გასცნობი ძმა აი მართლა ვერ ვითვენ მე კიდე შენ ბოლზარზე ვინახე კესა მარიკონა მაგარი შისტოის ბოლზარი მაგარი ცოდი იყო და შისტოის ფენი რა ქვია შისტოელი სპენდები თუ მისმენთ ან თუ გიყურებთ ძალიან ცუდი იყო შემდეგ წელს ამ წელს მოიხოდეთ რა უკვე ძალიან ცუდი რა სტანდარტული იყო მგონა რა იყო რა ჩემთან უკეთესები ტარდება ხოლმე ზუგზე რა დავიხატა მე კესო და მარიკუნა ჩხუბობდით მაგრამ თავიდან იმიტომ რომ ბოლოზე გიგმოდენ ცეკვას და მაგრამ არ მინდა და მეთქი შანსი არ თელი ორ დამაკლდება და მაგაზი მიტრაკებდნენ რომ თან კი არ მიტრაკებდნენ რომ მეც ვექნა თავიდან ეგ იყო მაგაზი მიტრაკებდნენ რა და მე უკვე პროსტა ვაჯოლდი მე მაგარი ყლევა თქვენც არ უნდა ქართკო მაგაზი ატარებდნენ რომ ნუ გვაჯო მაინც მე არ ვიცი რა უნდა ქნა რაღაც დაგეგმის რაღაც ტიპი დაიქირავეს რომ ამ ტიპმა უნდა დაგეგმოს რა ბოლზარზე ამ დოკნეთ და მე ის პაროდია არ უნდა წეროთ რა მე არ მგონი რაღაც უნიკალური გვინდაო და იმედია ნამდვილად უნიკალური იქნება ხოლოს პატიჟებ თანგორობა 23 მაის კონი ადგილს არ დავსახურე პატიჟებ თუ მოხდით შემოიარე ხო თუ მიხდით აი ვინც იცის რა დაპატიჟებულები მან ცოტა ხანი საჭიროა საგეჭმა შენ შემოგიყვა კაი ძალიან თუ მოხდა
საჭმელები იყო შენთან? ბოლზერზე არა. ნუ ხა ჩვენ ანუ თითო საჯარში თითო კლასში რო 30 ბავშვია იმას უფრო უნდა გაგვეშალა მაშინ და მართლა და მავიწყდება რომ კერძო სკოლის ის ვარ შვილი. აი კარგი თქდება ესე მაგრა ზოგჯერ მიტყდება, მაგრამ გდანილი რო ვარ, ანეიტრალებს ეგენ მოკლედ. ხა, აი მართალია. შენ გიყლება ვაკელი რო ხარ? არა, ხუთშორის არ მიტყდება, ვფიქრ, ძალიან პრაიდ მაგას თანტედა. ძალიან კაი, ყოველ თავისი რა ქვია. უბნით ამაყი უნდა ვიყოთ. ხა. დაჟე. მარტო გდანილობით კი არ ვარ ამაყი. მესამე მიკროელი, კენტი მიკროელი რო ვარ, მაგის ვარ ამაყი. But სხვა ჩვენ ქუჩითაც ვარ ამაყი, ზაურია პიეჩენ ქუჩაზე ჩაწერება. არ დავასახელე რა. არა, უნდა ასაკოსიან არ დავიდე ხსა. დავასახელა. ფიჭ არავინ არ ნახავს კონი, მაგრამ ვინც აიცით დაგონგო არის ეს დრაბინოიც ჩაწყილეს მისი აი ფეიქ ოფილ მგონი. ფენომენი აღარ მახსოვს. ნუ არც ეგ არის ხოქსე. ხო. მაგრამ ჩაწყილეს რა. ძალიან ცუდი რაპი გამდა ჩაწყილეს. ხო, მეტაფორულად. ხო. თან მართლა მეტაფორულად მეცაწყილეს. ეს ნიშანია ყოველთვის რომ ყლეობები არ გადაიღოთ და ჩაიწეროთ. ხო. ნუ მე ვისრას ვეუბნები, მაგრამ რა შეიძლება. ჩვენ ყლეობებს რო აკეთებთ, რაღაცნაირად ხვდებით რომ ყლეობა და ხო, self-aware. ხა. თავი ეგა. კიდე self-aware რაპერები გჭირდება, ფერი. ვინგციება. Self-aware ქართული არავინ არ იცი. ხო არა. Little bit დავასახელებ მე ჩვენი. Self-aware ეგრე ისიც არის რა ქვია. Just self-aware ანუ savior based არის ექსასტავ აფსლიანად. Once. კიდე ხო once. კიდე ნუ კაი once არა ხო fresh boys ვაგზე self-aware თქო ვერ ვიტყვი. Просто ანუ ირონია შეყვალფე ჩაძირული მე და იქ უფრო shield არის ვიდრე self-awareness. Lilvis shout-out-ი ამას თუ უსმენს, დარწმუნებული ვარ უსმენს, იმიტომ რომ ყველა რაღაცას ერთ პერიოდი ყველა მესიჯი ნახულობდა რა ჩაუგდე ჩემი ფოტო დდ ხითან და დადო და მომენტი არის არ დამოწმა. არ მახსოვს რა. მე და რუსასა ვიყავით, რა ქვია, დდ ხიზე და ეგ დადო ეგ ფოტო დადო. იმე მახსოვს მაგ. ხო, ან ფანებს დებდა ხოლმე და ორსულ ქალებს. ხო, და ფეხებს. მეტი რაში რა ჭირდება. აი ესე ორსული ქალების ფეტიში დაუჯერება, ან ფეხის ფეტიში, კაი შეიძლება გაიგოს ადამიანმა, მაგრამ აი ორსული ქალის ფეტიში ეს პოდკასტი არა, ორსული ქალის ფეტიშიანი ხალხისთვის. ხო, ეგეც ჩავამატებ ინტროში. ხო, ორსული ქალის ფეტიში თუ აქვს და პლუს ფეხების, რავი. და ეს არა projecting. ხო, არა. სულ არა. ყველაზე უცნაური ფეტიში რა იცი, ამ ორსული ქალის გარდა. ჭრავი, ვორ ალბათ. სკატი? ნუ კაი, ხო, ეგ უცნაური არა, ეგ პროსტა საიზრებაა და ვორ უცნაურია. ვიცის როგორც მაგრამ. ეგ როგორც ეს უცნაური არა, რაღაც წარმოსადგენია რა და ვორ ვიღაც დაიწყდა და მოიფიქრა იმენა. გადავყლაპონა. ხო, მე ვიამყოფია როგორც თქვენ ქვეყნები. Twin blunt rotation მიგეყოლებოდა. ხუთკაციანი. ის მოჭიდავე ტრენერი, ეგერთი, ფოტოს რო აგდებ ხოლმე. მეოთხე წელია. ის. მოჭიდავე ტრენერი, ჭიდაობის ტრენერია რა. ძიუდას გონე? ფოტოს რო აგდებ ხოლმე არის. Facebook-ზე. ხო, ეგ. ხა. ეგ, ეგ მან მაკედან აღარ მახსოვდა მაგის ორიჯი. ეგერთი, მერაბი, უეჭველი. კიდევ ვინ ალბათ მისამე. მომეცია ბაიდები. ბიჭო მე ჩემი უნდა თქვა და დაჟი მზალგა უკვე. არ მზად არ მაქვს off the top of the მაგრამ off the dome მე just ნგამოდიოდეს ეს უფრო. მე ვიტყვი ამაშინ. არა, ვიტყვი მეცა. მესამე იყოს Jeff Bezos. Better alive. დედ, ხო, აი დედ იყოს. იყოს ოსამა ბინ ლადენი. და ზურა ჯიშკარიანი, ხა. ჩემი იქნებოდა MC Ready, მოდესად. კიდე Shane Howie რატო?
ეგეც პროსტა. ხა მოკლედ MC Ready, Maximum Chaidze. კიდევ ვინ შეიძლება? Aphex-თან მაგარი პროექტები როგორც ვიცი, ამიტომ ყველას დავკიდებ. პროექტი აუტისტი ამ განცდა პროსტა. Picture საყარელი? ვინ? Lil Peep აგინა? Lil Peep? ხო. ეს რატო ახლა Lil Peep-ის ფანი ვარ? ხუჭი რატო ასაღებრო არ ხარ? Lil Peep-ის ერთი სიმღერა ვიცი, ეგ არ მახსოვს რომელი ალბათ. ანუ Lil Trace-ის ფანი უფრო ვარ, ოღონდ ამდაჟე Lil Trace-ის ფანი არ ვიქნები არასდროს, იმიტომ პედოფილია. და პედოფილია გრუმ მგონი და ნუ ცხენი რა Lil Peep-ის ფანი ხარ. აი, ამ Lil Peep-ის ფანებს არ ვაჰეითებ, მაგრამ მე პირადად არ ვარ. ან Lil Trace-ის ფანებს ვაჰეითებ. ხო, თორე და ჰეითო იც რაც მოგელის. ხო, კაი, მოკლედ ვინ თქვი, MC Red, Maximum Chaidze, Lover Ball, ეგ ვიჭველი. ვინ? ვიჭო, კარჩე, STP არის რა. და აუ, კაი, ძნელია სახსენელი და NBA-ში არ ხარ თავს რა, დაიკიდე. აი, მოდიში. მოიცა, ვინ თქვი? ხო, Lover Ball, Lamelo Ball-ის მამა. ოკეი. გასაგები. გეთქვა რა ვიცი მამა. ჯამე ან Lover Ball-ით ვიცნობ პირადად. პირადად ვიცნობ. კაი, კიდე The Neo არის. ის გამოყლებული ტიპი ბიბლიის ვერსებს როდებს ქართულად ვიცამთან. კაი, გასაგებია. მოლში მიდის და sexually harassers გამოყიდოს. აი ეგ. და ის პედოფილი TikTok-ი. რომელი? ეს მუკრიელი? არ ვიცი რა ქვია. ხელი როცა გაპასტული. აი, მაგაზე აი გადავიდე ბიჭო ნეო, ანუ ბიბლიის ვერსებს რაღაც მეწამით, გამოყლებოდი ცოტა. და ეგ პროსტა რავი, thirst trappings დაიწყებდა და არ გამისტორდა. ხო, ის შემჭაყარებულში წერდა. მართლა? ხო, 13-ის რო იყო. აი, თუ მიყვერდა მართლა, ანუ იმენა პროსტა გრუმერია. თვითონ იყო 18. რა ცუდია, ჩემ ხელა რო არ ახარა. და ისეთ corny thirst trappers this პროსტა რო აი რავი. ხო, ეგ ვაფშე აი, ყველა სადერი იყო ეგ. აბა ისეთ thirst trappers მართლა რო ანუ რავი, ისე ანუ პედოფილი დავიკიდო და ანუ ისეთ crayon მართლა criminal ისეთ ყლებებს steps. და კაი ბოლო იმ ყოლებოდა Dream Blunt rotation-ში. Dream Blunt. ახლა Dream Blunt არ ვიცი როგორ ტიპი, ამიტომ Timothy-თან თავში ვიკავ. MC Scratch. კაი ხო, კაი. Lucky შეიძლება მეხუთა. ვინ? Lucky. Lucky and Lucky ხიბზე დავაძაბოდი და ისე მოწევ. ანა. მე შეგიტავა. Snorlax. მე კი მომხდა კონტრაპოინტს იმენა აი უჩველი მეყოლებოდა Dream Blunt-ში. მართლა ხო. მე ძალიან დიდი ხანი არ მეყოლებია მაგის ვიდეოს. აი მე ისეთ სიგიჟე აღმერთო უყურეთ რა, გთხოვთ. არა ხა კონტრაპოინტს მართლა უნდა დაატაფინოთ კონტრაპოინტსა. უთესესია. Lil Arguments თავადიჭებდი. იქ მაგისთან შევ ვაფშე დამავიწყო. ეგ არ მომისმენე, მგონი 2022-ის მერე 2023-ის მერე. მოვალეობა რა უნდა მოსმინა? არა ხო და ანუ პროსტა ანუ მაგის ვამჩნევ, ანუ პრობლემა მაგის რომ ანუ პლეილისტს არ ვაკეთებ, მაგ კლასს კიდე მეზარება რა. ხო. და რაც იმ მომენტში მარტოს ხომ პროსტა search-აო და ეგრე ვუსმენ ხოლმე რა. და მაგის გამო ძალიან ბევრი მუსიკა მეკარგება და მე მარტყავს ხოლმე და მახსენდება და ანუ კი კაია რაღაც რომ დავიწყებული ვარ და უცებ რომ გამოვიწყო და გახსენდება, მაგრამ აი შეგძամ რომ მუსიკას ვკარგავ გონია ასე რა. რა ვინ დაიკარგავს კიდე? ბიჭო რო ვიცოდე ანუ არ მეხსენებოდა დაკარგული. Square Pusher-ი გახსოვს? Square Pusher-ი მახსოვს კი. ზოგი არის რომ აი ვერ დაკარგო. ხო, Square Pusher-ს მართლა პროსტა არ დაკარგა. Haisi გახსოვდა ან რა ქვია Cartier God. Haisi ორივე მახსოვს პროსტა ანუ Tap-თან არ შეცდა არ ვარ. Cartier God-ს ნუ ერთი სიმღერა Blade feature-ებიცა, უმეტეს ხა. თავი. რა ქვია? Evenora? დაიბაიო. მაგაზეც რაღაც ერთი სიმღერა მქონდა, მგონი ვაიქთ და არ მომისმენია. მოიქცმერე. ნუ ბევრი გავატანეთ წყალს ან. ხა. вообще, ანუ
Two Holes ვიყავ მე ძალიან დიდი ხნის წინ თავთან Sam Kinkerson's opening season და White Tiger რომელიც მოგება მქონდა რაღაც playlist-ში და ან მე მარიჯები ხა ეს просто სტამბის გამოდარა ხმარიცადას well White Tiger გამოშვა ეგ დრო მახსოვს მე და ან მაგდას არ ვაღიარებდი რა არ უსმენი ან ხო არ უსმენი და წესია და მე ვonder რომ მოусმინო და რადიო მეგობრებმა მიწერა просто მიმოწერა ქონიათ და მაგრამ მითხარა ხო გამოყლებდა ხო უნდა დამეწაფინებინა თავის დროს და მე White Tiger ვიპოვე White Tiger და Surf Gang ვიპოვე ერთ დროს მე ერთ დროს დიმედა Evil Genius და ხო era Evil Genius მაგარი ყლიფ რო ვაფიქე ზოგადად Evil Genius ამას თუ უსმენ ძალიან ცუდი რო ვაფიქე მომწევე და კლასებს ჩაგიტარებ რა ის იყო ორგიაში აქვეა Surf Gang's member at Heart of Alien ხო просто მაგას არ უსმენ არ ყოფილა მაგის შოუზე განია 10 ფილერგეში ვინც იყო არავინ აქ ნამდვილად მსმენ აი ძალიან ეჭვება რა Heart of Alien-ს ვინ უსმენდა საკეთებს შანსი არა Surf Gang-ის მემბერი ჩამოვიდეს Heist-ის მემბერი ჩამოვიდეს Heist-ის მემბერი Heist ერთი ტიპი არა Heist-ის მემბერი Once-ის მემბერი ხო Once-ის მემბერი ჩამოვიდეს აი უყოლეს Once-ის მემბერი ჩამოვიდეს ანუ მაგაზე წავა ფულს გადავიხდა მე ესეთი ჭორი მომივიდა არ ვიცი ხაი რამდენად გამორთებულია მაგრამ Blade ჩამოდისა ეს საინდაიგა ეს source-დან გავიგე რა Trust me bro source-დან გავიგე რომ Blade ჩამოდის ან წელს ან შემდეგ წელს არა დრო არ ვიცი როდის ჩამოდის მაგრამ ჩამოდის როცა რა ქვია Radio City-ს მშენებლობა მორჩებაო ეს ხა მართლა პროსტა იგონებ არა მართლა ან Radio City აკავშირია Blade Radio City-სთან Blade და მუხიანი აკავშირშია ხა დაფიქრდი მომკარგეთ მე არ ჩავატარებდი მაგას იმიტომ რომ მაგარი გამიტყლებოდა Blade მუხიანში ჩამოვიდეს და სხვა ხალხი მოვიდეს ხა Blade რავი იმენა გარეუბანში უნდა ჩაატაროს კონცერტი ან მუხიანში არა მუხიანი ჩემს ზუსტად უხდება არა იმენა გულთანში უნდა ჩაატაროს ან მარკეტი ანუ გვერდი მუხიანი დაკნი ვიჯა ხო წეგან ამბობდი რომ მუხიანში არ მინდა ჩამოვიდეს ხა და პროსტა მიტრეკებ ანუ არ მინდა ხალხი მოვიდეს მუხიანში Blade-ის სანახავად ანუ არ გინდა რომ გლთანის ტურიზმი მოიპაროს მუხიან მაგას ხო ან მარტო მუხიანელები და გლთანელები რომ მივიდეთ რა Blade-ის კონცერტზე საკმარის ხალხია და honorary გლთანელები ხა კი საპატიოსაცია აბა ვაკეში რა სამ ჩაადეროს ხო ხო ვაკეში ხლება იქნა მართლა რამე abandoned warehouse-ი უნდა ქნას ხო ეგა Radio City მე Radio City-ში რესტორნები რაღაცებია რა ხო რესტორანია ერთი და რაღაც სივრცეები რა თემურ უგლოს მორიგი პროექტი ხო და ეგ მეყლება ანუ რა ქვია commodified-ის რო არის commodified abandoned wear down this rock ზოგადად თემურ უგლოს დედა მოტყანა აი ამას თუ უსმენ თემურ შენ არ გაიხარო არასდროს ფაბრიკას მაგისია სტამბაც და Radio City-ც და ხო და აი ეგ vibe არ მომწონს ძალიან რა ხო ერთი ტიპისაა და ერთი ტიპის ხალხი დადის მან ხო რაღაცა ძალიან fake არის ყველაფერი ხო და ვინც მან მუშაობს მაგას უხდის საოცარ ხალხას ჩემი შეყვარებული მუშაობდა და ერთ თვეზე მიცეს 300 ლარი რაც აი პრეტენზია რო გაქვს მასეთ სივრცეზე და მასეთ გარემოზე რა ვიცი და ჩემი მომუშავების მიმართაც რაღაც პატივისცემა უნდა იყოს და 300 ლარს არ უნდა დაძლოდე როცა სტამბაც შენია და ფაბრიკაც და 300 ლარი მართლა დაუჯერებია ფიჩერ აქნას ან very fully არ აქვს ალბათ საწყალე ხო ან თქომარებაში არ შედის ხალხი ბიჭო და დიდარ ხალხს რო აჯვავენ ესე კაზინოს ფლოვერებს და რაღაცებს ანუ არის თვალისწინებენ რომ მაგათაც ვარ კაზინოს ფლოვერებს და რაღაც ხო ეგეც ასტავს რა მევახშეებს და აი ეხა აი ის რო არის ჩასული ამერიკაში რა ქვია თავი მევახშე რა ქვია ხაზერაც ხო მამკა ხაზერაძე ჩასული აი სიგიჟე ვიდეო რო არის კი და რო დგას და პოსტერებს რო ანახებს უკრაინის და მე უცებ რო გადადის ქვემოთ და ისრაელის და ამერიკის დროშა რო გვერდიყვარ და აი ყველაფერი ნათქვამია არა მაგას ეგეც არა ანუ ჯერ არის რა ქვია don't tread on me ქვევით იდი ნახვით და მე არის ისრაელის და ამერიკის დროშა კიდე ქვევით ხო
და რა გინდა და ის ხო, don't tread on me, ანუ უკრაინის დროში. ხო. მე ვფიქრობ, რომ ანუ რაღაც ძალიან დიდი კაცობა მაგის გაბედვა რა, რომ შეგიძლია თქვა, რომ სლავა უკრაინა და ისრაელის თავისუფლება. და ბევრი მევახშე, ანუ ვერ გაბედავდა ვაფშე რა. ანუ მე ვაფშე იმის თქოს ცდილობ, კაროჩე რა. მევახშეებშიც გამოირჩევიან ხალხი რა. ყველა ცუდი არ არის. რა ქნან. არა, ზოგი მევახშე კაი ხო, მესმის ხო, ზუსტად. ანუ ისრაელს თუ უჭერ ხარს ვაფშე რა. ხო, ეს პოდკასტი არა, სიონისტებისთვის. ის მე გავაკეთე საუგან უკეგერა დავამატებ სეტში რომ ხო ლისტი უნდა გავაკეთოთ ვინ არის მოყოლას. ხო ამ ფასი დროშები გავაკეთეთ რას ვასუპორტებ და რას არა და thumbnails რო დაინახავენ ეგ და მივხვდეთ ხალხო. წინასერაში კი უღადა უძგონე იმაზე დროშები რო გთქო TikTok live-ს მაგრამ ანუ ჩვენც ეგ გვიწევს აშკარად. ნუ ჩვენ ფულს არ გვიხდიან თუ გვიხდიან. რა მე იმის მიდიმაქ რომ შავარამიშვილი ნახავს ოდესღაც ამ პოდკასტს და გაგვაშუქეს პოსტებზე. ცუდი გაგებით, ნუ კარი გაგებით თორ ცუდი გაგებით მაინც. რომ ეს მაგარი ყლეები არიან და. ხო, შავარამიშვილის დედა მოტყან მაგას დავამატებ, რომ არ გაგვაშუქოს. იმიტომ რომ მაგის ისინი ნახე allegations არა allegations რა voice calls ჩაწერილი პროსტა რომ იმენა ეჩალიჩება. იმენა ეჩა აჩუჩუნებული შავარამიშვილი. თან ანუ აი რასაზიზღრადეუნა რაღაცას პროსტა. აუ იმენა მეტები ჩითავენ თუ რაც ყლეებს რომ ფუფ. visual რაკაციცა იმენა ეგა. ხო. აი იმენა ვიქთხარი მაგრამ. და ცოტა მიტყდება მაგის რო სამსონაძეები. მაგისია? ხო, მაგის გაკეთებულია. და კიდე ძალიან ბევრი კომედიური რაღაც. და ცოტა მიტყდება. ხო, ნუ რა ვიცი, მე ქართულ კომედიურ რაღაც ყლევებს არ უყურებ მაინც, ამიტომ ცმაო და მე ანუ ქართულ კომედიურ სივრცეზე პირდაპირ ვარსწორებ, რომ შავარამიშვილისა და მაგიტო არ უყურებ. ანუ კომედია ხსა და ეგეთაცებს მიხლობ. stand-ups ანუ არც უცხოურ stand-ups არ უყურებ, ამიტომ კონკრეტულად ის არა, რომ ქართულს არ უყურებ და რაღაც. მე უნივერსალური მეგონა რომ ყველა უყურებს რაღაც stand-up-ის პატარა შორტი ნანახი YouTube-ზე ან TikTok-ზე. ეგ ხო რაც ყლევა crowdworks რო ეკეთებენ. ხო. ქართული stand-ups მე პატივცემ. ნუ მე დიდად აზრი არ მაქვს პროსტა. ხო. ხო, კიდე მინდა სიზმრებზე მინდა ლაპარაკი. იმიტომ რომ ანუ მართლა უკვე აღარ შემელია, ანუ twins ყავარ ჩვეულებრივ ტერორში ყოველდღიურად. რაღაც აი აღუწერელი ჰორორები მესიზმრება. ნუ აღუწერელი არა, პროსტა ანუ აი ანუ ძელი ხსენი ძალიან surreal რაღაცა მესიზმრება რა. და რო გვიძებ დილით 1-3 საათი მაგისგან recovery მჭირდება მართლა. კანი შენ რა რომელზე იღვიძებ ესეც? ანუ ადრე ვიღვიძებ ხოლმე ძალიან რა, ეს 10 მეღვიძებ ხოლმე რაღაც კოშმერისგან. მე ანუ ისეთ ყლევა მესიზმრება ხო. მე მეგონა შუა დღეს იღვიძებდი. ხო, ანუ ისეთ ყლევა მესიზმრება ხოლმე რომ ანუ აღარ მინდა გაღვიძება იმენა და ანუ recovery-ისთვის მჭირდება კიდე 3 საათი და ვიღვიძებ მე პირველ 2-3-ზე. მე სიზმრები არ მაქვს ვაფშე რა ვქნა. არ ვიცი როგორ რა ქვია, იმას რა ქვია, shifting to lucid dreaming. ეგ მაგუებზე უნდა დავაწყაპინა. მაგრამ გასაებს. მე თან ძალიან მომწონს სიზმრები, იმიტომ რომ ხან მართლა ისეთი რაღაცა იმის რა ხომ რაც ანუ question beer-ში მაქვს იმენა რა. და ანუ არ ვიაზრებ თუ ანუ ვერ ვიაზრებ და რაღაც და ანუ სიზმრები მე ანუ მას invite-ი დავიწყებ ხოლმე რომ აი მეთქი ეს თან ცნაური რაც ცნაური connection აქვს ჩემს სიზმრებთან. მე ვაფშე არ იკავშირია. მეგობარი მყავს დიზაინი ესიზმრება რაღაცის და მე ხატავს. ხო ეგ სიგიზა. Apex-ით მაგას ამბობდა რომ lucid dream მექა და ბიტებს ვაკეთებ უბრალოდ და რო ვიღვიძებ მე იგივე ეს ვაკოფიებ. ნეტა რაღაც მასე ძალიან მიყვარდეს რომ დამისიზმრებს და იქაც იგივე რაღაც ვაკეთებდა. So შენ გამოსასწორებელი გექცევიებს sleep schedule. მე sleep schedule კი არა ვაფშე ცხოვრება გამოსასწორებელი. სწორიგზადე ხარ და საერთოდ. ეს ზუსტად მაგით მიგდება 40 წლის ქალი ხო? აი ზუსტად დამასწარი თქვა პროსტა აი მართლა მაგwave-ზე ვარ აღარ ვერ აღწევი იმდენად მაგwave-ზე რომ მჭირდება ეს სადაც 53 წლის შეყვარებული რომელიც იქნება ან ფსიქოლოგი ან რამე artist ან ლექტორი. ნუ რაღაც დონის ინტელექტუალი. ხო ეგ მინდა. ეგ შეიძლება ანუ რატო რა გინდა რო ქნას ხომ? ბიჭა დროი პროსტა ანუ ესე არ ვიცი ცერტო მინდა პროსტა აი რაღაც შინაგანი ძაბა მოხმ ჭირდება. გიხმობს.
ხო მართლა მიხმობს. შუახნის ქალები გიხმობენ იმენა. ხო აი იმენა ეს ამბაში და იტყლება ადგილებს რა არიან ეგეთები. და ეს შვილი უნდა ყავდეს თუ არა? ეგ ავარიც შვილი ყავს ცოტა მცნაური იქნება და. მამას რო გეძახის ვიღე. შევკოდა ბიჭი. აი გარს გამიაზრებია ძმა, მაგრამ ეგ არა, ეგ ყლევა. ანუ დაფიქრდი შემდეგში ხოდა ცოტა. მაგრამ მაგას ანუ იმდენ ჭირდა მგონი რომ მაგას გადავაგვარებდი როგორ. შვილს ამხელაშვილს მაქსიმუმ. ბიჭო, რავი 10 წელს ბავშვი გავზრდიდე. არა მე ვერა. გავზრდიდი არა, აუღზრდიდი ძმა. 10 წლის consciousness ქონდა ქონდა და ხო ანუ მაინც კაი გავზრდიდი რა ანუ კაი სტაფტად ვიქნებოდა. ეყოლებოდა შვილი ისა? ბიჭო არა. ამ წელს არ მეყოლებოდა. სტაფტად ვიქნებოდი ძალიან ცოტა involved კაი, მაგრამ ისე არა. ამ წამს არავინ არ იტყავს. ორსულად კი არ და კი არ გეუნები. ზოგადად გეყოლებოდა მომავალში. არ ვიცი, იმიტომ რომ ხო რავი. ძალიან ძნელი საკითხია ჩემთვის. მე უოჭრალე მინდა. დავით მეც მინდა, მაგრამ პროსტა მეშინია რომ ანუ ყლევად გამოვიდეს და რა. ყლევად გამოგივიდეს. ანუ შაბლობა თუ შვილი კი არ გამოვიდეს. შვილი ყველანაირად მეყვანება. კომბოსტერი გამოვიდეს. მე რაულე. აი გარემულეს. მოკლავდი ისე რიჯერო იყეს. რიჯეტ და მოკლავდი კი. შენ სორიჯე ხარ რა? ბიჭო მე ანუ ეს გამოყლებული მაბრალებს ერთი საფრთხე უკვე ალბათ რომ ანუ ბავშვობაში რიჟა იყავიო, ანუ არ ყოფილა რიჟა არასდროს ცხოვრებაში არ ყოფილა მართლა. კოსტომ მქონდა ჟიყავის ფერით, მაგრამ რიჟა არ ქვია მაგას. გონი Android-ი ქონდა პროსტა მეჩვენებოდა. ხო, Android-ი მქონდა. აი, რიჟა იყავა, მე კაიად მახსოვს, რომ მე ბავშვობაში რიჟა ვიყავი და შენც. აი, რაღაც გინერი გავს ვიღაც higher power on those. რიჟების მიმართ ოკეი, მიდრეკილებას. ხო, რა ემპათია არ გამოვშავ. ხო, რა მოკლედ რას ვაპარაკობდით? ხო, ცხოვრება რომ მენგრევა თავზე. ხო, ძმა, შემოდი MMA-ზე. აი, MMA-ზე განიშავსვა არ მიშველეს. ჩემს გიშველის. არა, MMA-ზე არ მინდა, მაგრამ ჯიმში რომ შევიდე თავიდან მართლა. იმიტომ რომ ხო რა. იმიტომ საჭირო. არა, MMA მეორე ნაბიჯია, სხვა ნაბიჯია ვაფშე. ხო და აი, ცოტა კლაზ მკიდაა. რა პანჩი. აი, გულს ვერ დავატან MMA-ს. იმენა? ცოტა უყურე. კლებებს უყურე. არ ვარ ეგ ტიპი. პროსტა არ ვარ ეგ ტიპი, ოკ. არ ხარ ეგ გაი. ხო, მართლა. ვჭა, ცოტა იხოდები რა, თავის დაცვა რო შეგიძლია. ნუ ხო, მაგრამ მე ვაფშე მგონია რომ თავის დაცვა შემილია ისედაც და ანუ აი, ვაფშე არა. აი, ვიღაცამ ჩხუბი იცოდეს და შენთან რომ მოვიდეს. არა, ჩხუბი რო იცოდეს ეგ ხო, მაგრამ ანუ average ტიპთან, ანუ average რო იყოს და მეც average ვარ, ანუ ეგეთთან მგონია რომ კარგად არა, ჩემით ვაფშე ვერ გექჩო. რა იატა. ანუ ხან შენნაირი ტიპი რო იყოს და შენ ვაფშე არ გამოცდილება რო იქონდეს, კაი. შეიძლება. ანუ ჩემნაირი ტიპი ჩვეულებრივად ხო რა, average ტიპი არაფერის განსაკუთრებული არაფერი არ იცის. ნუ მაინც დანა უნდა ატარო მაშინ. აი, თაყლეზე მკიდია დანა. დანას არ გამოვიყენ არასდროს. მაგრამ მარტო ტარიატარე ხომ და ანახებს. დანას შენ თოფი ვატარო, მაგრამ დანა მეყლევა იმენა. თოფიც ძალიან მეყლევა. ძალიან ლამაზი დანა. დანა? რამე? კარამბეტე? კარამბეტი ხო? ძალიან кайფ ატენით. აი, კარამბეტი მართლა მინდა და ბავშვობაში. Blue Jam-ი. აუ, მე კედელი მინდა და რომ ქონოდა fake series კონნექტორის. სტრიმერს ქონდა იმას. არა, просто ძალიან მოწკნა. ხრავი, მოკლედ კიდე აპდეიტი ჩემ ცხოვრებაში. წესით და რიგით, ანუ უნივერსიტეტიდან გამომდივარ, იმიტომ რომ ან მეყლევა ეგადილი. კავკას. ფაკულტეტიც და კონკრეტულად უნივერსიტეტიც სევაციან სერიის დავაჭი უკვე საკონისად, უნივერსიტეტის რექტორსაც. მოკლედ ყლე ადგილია ძალიან, ყლე ხალხია უმეტესობა. ნუ რამდენიმე ადამიანი ძალიან კაი ტიპია. მაგრამ დანარჩენი უმეტესობა ყლეები არიან. და ხო მოკლედ ანუ რო გამოვაყან, ან მომიწევს რომ ან ჩარში ხო გამიწვია და მომიწევს რომ გორში წავიდე. რომ გორის ჩარის ბაზაზე ყოფნა ფსიქოლოგმა თუ ფსიქიატრმა დაადასტუროს რომ ანუ მაგალითად დაადასტუროს ჯერ რომ დეპრესია მაქვს
მე მაგან შეკითხები უნდა დაგიხსნას, წარმოგიდგენი. აი თან არ ვიცი, მგონია რომ მაგარი ის რაღაც მაჩოტები იქნება და ანუ და დეპრესია გაიცი რაღაც. აი, ხარდი წავიგეთხოთ ხელს. და შეძაღეთ აიუსები ამ პატრიოტული მონდობები და კაი ჩავწერეთ ამით. ხო, მაგან დაადასტუროს. ეგრე დაადასტუროს, მე მაგის დაადასტურება უნდა წამოვიღო, კაროჩი კიდე თბილისში სადღაც უნდა მივიტანო. ფორმაცია უნდა დავწერინო ფსიქოლოგს კონჩემსას, ეგ უნდა მივიტანო მან და იმენა ვიღოცა რომ ერთი წლით გადავავა და ჯარში გაშვება. სამ უნივერსიტეტში. ხო და ძმაო, თუ ისე ეძლოცო, ბარემ აღიკვეცა ვერად. აუ დღეს დღეს დილით გავიხვიჩა და ისეთ ხასიათს ვიყავ რომ მეთქი იმენა ძალიან over აბერდნა აღიკვეცა. წახინუნდების. აი მართლა. მოჭი დავებერი რო არის ნანახი გახავა? ლუკა. იქ ბერია მართლა? ხო. მეგონ წურები რო ქონ პროსტა მაგიტარი ბერს. არა, ვერი არის. ის ლიკა ჯაჯონო გადაიღებდა. არ ვიცი, მაგდენი არ ვიცი. ეს საქმეა, როდის იყავენ ადმინისტრაციაში? არ ყოფილა. პროსტ გადაწყვეტე აღარ მიხო? სად უნივერსიტეტში? ხო. უნივერსიტეტში ანუ ეხა ფინალურები იწყება ეხა მაგრამ და თანაკლასზე კიდე აქ ფინალურები. პროსტა არ ვაპირებ მისვლას და მე გამოსვლაც მომდები გამოვალ, პროსტა მითქვა რომ გამოვალ, თქო საბას დამწერება ალბათ გამოვალ, ჩა. დღეს აპირებ. ლოქსმი. რავი, ხა ერთი წელი ძალიან დიდი დრო მართლა, მაგრამ აი ამ წამთან შემიძლია პროსტა მართლა რა, ძალიან ანუ იმენა ცუდი depressive way მაგდა აი ვაფშე არ მოტივირებული სწავლისთვის და ხო მუშაობთ მუშაობ ხო აი ყველა ვინც წერდა კომენტარებში რომ ბიჭო რა ქვია საქმეები და ჯობები და რა ქვია ანუ ხო რა დასაკთითო რა ბიჭებო ანუ გონ მანისფედი უნდა გავუკეთოთ მანისფედი უნდა გავუკეთოთ შემდეგ სერიაში მანისფედი არა TikTok-ს დავდებ ფოფში მანისფედს გავუკეთებ რაღაც ძალიან უნიკალური გზით ვაკეთებ ერთი ტიპი იმენა რო ხატავს თან მანისფედით ratio არა is ratio as divine ratio თუ რაც ყლება რა არ ვიცი ნუ ხო რა მანისფედს ელოდე ტრაშენდექში და ვინც წერს PFP-ზე უნდა დააყენოთ მანისფედი თქვენ რა ჯობები ისე ვთქვი ხო მე აწყობსა მე ვერ ვშოვი თმამჯერ აუ ბისე მაგარი ხალხი გიყურებს უმეტესობა არა ჩემს ჯერჯერობით არავინ არ გიყურებს ანუ TikTok-ზე მე გულშემ TikTok კლიპებზე ნუ რავი მასე ვერ გამოვყოფთი მაგრამ მე ისიც სასტავი ხდება რა კომენტარებს რომ აი მენა აუ შენ ასე მენე სულ TikTok-ზე ხარ იმიტომ რომ რამდენიც მე ქვია აკაუნტი შეცვლაზე შევდივარ ნულ notification-ა ხო მე პროსტა მაგ აკაუნტიდან არ გამოვიდა მაგას scroll ქართულ TikTok scroll-ო ხო იმენა ძალიან დაუჯერებელი for your page work ჩვენ სკაპენ პოდკასტის იმაზე იმენა ქართული ნორმი ვიდეო ხდება იმედია very არ გაბრაზდება იმიტომ რომ ყველა დავათარგეთ თქვენი მაფია აღარავინ არ დაჩა ხო ნუ პროსტა რავი ბიჭო პირველ სერიაში ვთქვი რომ ანუ captain თუ არ ხარ ბუნებით თქო ანუ არ ვიყოთ რომ დაგბლოკავთ თქო და დაბლოკით არ დაგბლოკავთ ხომ არ წლევა ეგ მაგრამ უნდა მივხვდე რომ ყლე ხარ და არ უნდა იყო ყლე არ ჩემს უნდა მივხვდე ყლე ხარ და გააგზავნო ყურება ჩემს ანუ მე მომბრო უნდა მივხვდე რომ ყლე ხარ და არ ანუ უნდა შეიცვალო ხო და ჩვენ იმედია შეგცვლით მაგის იმედია რა ხო ზუსტად ამიტომ გააგზავნო ყურება ვინც არ უნდა იყოთ იქნებ დამიგეშვა არა მაგას კაი ნუ ყურება გავიძახ მაგრამ ყლევს ნუ მიკომენტარე რომ მართლა ანუ ბიჭო რა უბრალოდ დამიკომენტარა იმტიმარ დამიკომენტარა underground გინდა ხალხს პოლიტიკა არა და რაც fake-ას ყლევს წერვას მაილი მართლა იმენ ძარღვები გამოვიდა შეგძრო აი იმენ არ დამეჯო მაგრამ ამ გვამან შემაჩერო არ დაუწერო არაფერი ხო კოცე კეფაში აი მართლა ხო არა მე მასე არ ვიცი თუ მე ვიცი იმას აი მე რა დაგწერა კიდე მაგაზე exactly მე გარ გასაცილ მაგაც enlightened centrist ყლევები წერენ რა პოლიტიკა არ გვინდა და პოლიტიკას ნურევთ რაღაც ყლევები აი მაგაზე ანუ ყველგან ვიცი ამ გონი ერთმანეთით მანდაწერა არა ხო მგონი ხო დაასახელე მაგრამ და დაბლოკე აი მას დავსახელე არა ძალიან პარასოციალური ურთიერთობა დაიბადებოდა ბევრი არ დავსახელებ space coast for style ბიფები არ მინდა ფანებთან აუ მართლა დეგენ უნდა მოვხიდოთ ფეიდები უნდა დავიჭეროთ ხოლმე ფანებთან
ანუ მართლა. ან ტიპი ისეთი გამოკლებული ის იმპავტერს ძროვა. არა, აი ბოლოს ეთქვი ისეთი გამოკლებული ტიპი რა, ანუ ჩვენმა მეგობრებმა დაუვიფრა, მაგაზე ანუ მართლა თუ ზუსტად თუ რაღაც და ანუ ვერ მიხვდა რომ ანუ დაცინოდა და ზუსტად დაუკომენტარა კიდე თუ რა ცოჩია. მოგდა. თოსო? ხა. ამეთ გაგზელები ქონა. არა, აღარ ვაჯო, ჰა. მოკლედ რავი. შეეგო სინკაც. ან გოგოს ან არაბინარულ პიროვნებას. თერიას. გეტყვით ეს პოდკასტი ვისთვისაა? ჰომოფობებისთვის? ოღონდ გეი ჰომოფობებისთვის? ჰომოფობებისთვის. ხა, ჰომოფობებისთვისაა. კიდე ჟავი ჩილ ხალხისთვის, ზოგადად ყოველ ჩილ ადამიანისთვის. ჩილ და ინტელექტუალური ადამიანისთვის, ოღონდ ჩილ და არაპოლიტიკური და მოკლედ ჩილ ადამიანებისთვის. არ მგონი რომ ძალიან ინტელექტუალური პოდკასტი იყოს. ბიჭა, პოდკასტთან ინტელექტუალური შეიძლება არა, მაგრამ requirement ანუ რაღაც ანუ ხო, ანუ ეხლა ანუ პოდკასტზე რაღაც წიგნების კითხვა ხარ დავიწყე, რაღაც ყლებების ლაპარაკს ხარ, ფილოსოფიას ხარ დავიწყე მართლა და ანუ просто ეგეთ ანუ ამ თაფტინს სიგურით იგიც იგულისხმება, რაღაც ერთი ორი წიგნი წაკითხული უნდა ქონდეს. აი ცოტა ბევრია ჩანდეს. ერთი ორი წიგნი შენს იქნება წაკითხული ძმა. ერთი ხო, ერთი. აი კიდე ვინ? სამგონი სამორჩა. ეს ხალ გეი ჰომოფობები და ჩილ ინტელექტუალური ხალხი. და 43 წლის ფსიქოლოგი, ლექტორი, არტისტ, ესოთერიკ ქალები. დაჟე გარეგნულადაც დაასახელე რა, არ შეეშალო ხარული. გარეგნულად, ანუ მაგის რო ასახებ, უნდა სურათი უნდა წარმოვიდგენ თავში და აი ეგეთია ზუსტად. წარმოვიდგენიო მე ხა შარფიანი, აჩქებიანი, მუქი თვით 13 ევრო წარმოვიდგენია. ხო, შარფი და სათვალეები არ ვიცი. არა, არ მიფიქრე. არ უარყოფ, მაგრამ მაგაზე არ მიფიქრე. და Chelsea boots. Chelsea boots გააჩნია როგორ აი მაშინ დაბი ჯინსი. დაბი ხო, დაბი ზუსტად კი. fashion tap-ին ხალხისთვის რა შეიძლება თქვა? ჯერავი fashion tap-ին მეტაკლებად მეც ვარ, მაგრამ ანუ ხა არ ვიტყოდი რომ მაინც ანუ Inferize მეტად არ ხარ ძმო. ვიზა? Inferize. ხა მაგ ფრიზე მეტად ვერასოს ვერ ვქნა პერტა. მაგრამ რავი ხა მეტაკლებად tap-ին ვარ რა. იმ დღეს მომაფიქრა რომ ძალიან crazy იქნება და რომ მე რა იასის შევშევშვეს. და მათზე რომ რო უთხრა იერინო რა და Xavier's ცეკვა დაიწყო უცბად. აგონია Xavier's დაიწყო მე რა ცეკვა იქნებოდა. Просто თან უფრო დაიკლებოდა. უნდა გაიცვალა რა მაგორს ადგილი უნდა გაიცვალა ისტორიაში და აუისე უნდა ვისწავლო რა ქართული ცეკვები. ცოტა ნანო ხო მე რა ცეკვაზე ხო ამბობდი მართლა ანუ ეს უბრალოდ რო ხარ რაღაც ანუ ეგ რაც რეპერტუარში თუ რაც თქვა მაგაში უნდა კონდეს. რო იცი აი ამოიღებ რა და emotional ხა emotional ზუსტად. კიდე რა იქნება და emotional შრა რომელიც კიდე emotional რა romance-ულ ფაქტებია პირველი. რა ქართული ცეკვები ყო აუის Fortnite-ში უნდა დაამატა ქართული ცეკვები. ხო ისიც მექნებოდა რა ქვია. იმ ყლევას რა ქვია მეტროებთან ვაკეთებენ. კლეი ლეზგინგა? ნახა ლეზგინგა. ოღონდ ნუ ირონიულად რა. ირონიულად? ირონიულად. გასაგები. ისე უნდა დავფლოგოთ ხოლმე რომ გამოიწეროთ არხი რა. ხა ყო ვიდეოს ასკაში მე notification bell და comments და like და ანიმაცია უნდა იყოს საანსული. გამოიწერეთ აი არხი. გუშინ რო ყურებდით თქვენს უყურებდით? რა? სახელი არის просто მეშინა კატო რო ყურებდით. ხო რაღაც უყურებდით. ამ თქვა რა არის? არა იყო. ხო, კაი. რაღაც უყურებდით და აი რავი. თან დამაინსპაიერა. კაი თქვა მითქვი. Google-ს მამის ლოგები არის ამერიკიდან. ან ძველი რა, 2017-2016. და ხო რავი, ეგეთი comforting ვიდეოები მართლა არ მინახავს კაი ხანია და თან ჩამაფიქრა და ამერიკაში წასვლა უფრო მომანდო და გუშინ აი მართლა კინაღმტეველი დავიწყე, ისე ძალიან მინდა ამერიკაში და იაპონიაში. იაპონია requirement ამენ teenager-ი ბავშვისთვის. ხა ანუ იაპონიაზე ვიბარ ანუ ამერიკაზე ვარ იმენა ამერიკა ვარ აი უდიდესი ბავშვობიდან просто რა ვქნა. მაგათი გამოცხადა გარეთ. ხო, მაგას ვერ შევცვლით, ხა მაგას გვიანია უკვე. მაგრამ ანუ იაპონია просто ანუ აზიური ამერიკაა ჩაოლებრივი და მაგიტო.
ანუ ამერიკა ხო არის ანუ ამერიკის კაპიტალიზმი და იაპონიაში ეგა კაპიტალიზმი ოღონდ ანუ აზიური ამერიკის ანუ დეიხანი იმაში შოქია ბატონობის ქვეშ რომ დაჟე გონ მე მაგიტომ მოიგონეს ცალკე დამწერლობა უცხოური სიტყვებისთვის მართლა ხო და ძალიან ბევრი იაპონური სიტყვა უბრალოდ ამერიკული სიტყვა უბრალოდ ბირ არის ბირუ კეიკი ხო ისე რაინები ეგეც გამარია ცოტა მოკლედ ნუ ქართული რა ვიცი ეგ თავისთავად არაბული ვიცი თორემ მეც კაკურდავად არაბული არა სპარსული მე არაბულიც ვიცი მაგრამ მე სპარსული ვიცი კიდე ერთი სერია ოჭოლივენ ჩავატარო просто რენდომზე სხვა ენაზე რომ ძალიან შოქი ჩავარდე არაბულად უნდა დავიწყო აი YouTuber-ებს ვქონთ ხო აი OG Golden Age YouTube-ში და randomly ესპანური ის ვქონთ არხები საით ჩანელები აი გრე უნდა კონდეს არა on channel ვაპარაკო პრინციპი ხა რა თქმა უნდა რა ენები იცი კარგზე ხა მაგრამ ქართული თავისთავად რუსული ვიცი ცოტა ნუ აი გავიგებ რა ეს ვაპარაკი კარგად არ შემიძლია მაგრამ გავიგებ ნუ ინგლისური ბავშვობიდან ვიცი და გერმანულიც ვიცი გერმანული ხა მე ძალიან მიხარია რომ გერმანული ვიცი ცოტა რა ვიცი კაი არის სიფში კარგად ჩანს რომ გერმანული ვიცი ხო რა ვიცი გერმანული და ინგლისური ვიცი კარგად არა ხო მე ქართული ინგლისური და ცოტა ესპანური, ცოტა იაპონური. იმიტომ რომ იაპონური რაღაც სენჩი დავდიოდ. ხო, იაპონური ფილმი სწავლე ყავდა. არისო პედოფილი. ხო, იაპონური ან ერთი წელი გავიდა რა და მე მოგვიწია რომ იმენა იაპონელი მასწავლებელი ყავდა და რაღაც იაპონელი მასწავლებელი შემოვიდა და ჩემ 11 წლის კლასელს ეჩალიჩავდა რომ ბარში წავიდეთ ერთხელ. That's about normalized იაპონიაში, იმიტომ რომ ვიჯეფანსეთ 4 არის მან. 13. ხო, რაღაც მასე. მაგიტო გინდა იაპონიაში. ხა ზუსტად. ხო და არა მე გაირავი Lost in Translations waves or კიდე просто ძალიან და გიტომინდა. მარტო მაკიონს გამამინდა მართლა. ეხლა წარ ჩემ მეგობარი გრაფიკოგო დავკარეო და ეს ფაქტი მინდა აღნიშნო. ძალიან მიხარია. ეს ამ წამს ვწერა. კი, ამ წამს ვწერა. ძალიან გამიხარდა. Reading the swaki? ხო, ნუ სხვა მეგობარი არ ყავს. შენ ფიქირთერობაზე მინდო და ორი სიტყვა გეთქვა რომ შენ ხარი ყავ. ხო, კაი, ჯანდავას. ხო რავი. ხაშლამის გარდა არაფერს აჭამს. აი, ჩახვეულან ბავშვებიდან ხაშლამის გარდა არაფერი ამჭამია. ხაშლამამ დოგვი. 12 წელი. ნუ ხო, იმენ არაფერს არჭამ. და ქართლის სამზარეულოდან კონკრეტულად ხაჭაპურს არჭამ. ლობინას არჭამ. ნუ კამო და წვადის გარდა არაფერს არჭამ ვაფშე. ქართლის სამზარეულოდან. თორის თავსიკლა. ხო, ან წვადს კარგად ჭამ რა. წვადი თესლი. ან ჩხატისთან დეიცეთ წავა იცოდეთ, იმიტომ რომ მე არ დააძალთ რამე ყლეურის აღება და მე როარ შეჭამს გაგიკვირდეთ. ხო, ბოლოს რო ვიყავ 400 კილომეტრი ხარ. ხო, იაპონური ადგილი. ანუ ის ქათამ ჯანთესლა იყო. ვაფშე ინტერესმი მომდე ჭამა იმენა მაგის. აუ იმენა ან გასინჯა რო დაიწყო რაღაცების ზოგიერთ ჯანთესლი რაღაცები არსებობს ამ ქვეყნად. ანუ იმ ვამბობდი რომ ფელით არ მოგ დაქვეითებული, იმიტომ რომ 4 რაღაცას ჭამ. ფელით არ მოგ დაქვეითებული თქვა? ხო, მოწევისგან. ხო. არც იქნება რა. ეგ ანუ არც გამიგია რაღაც ის იყოს მოწევაზე რომ აი გემოს ვერ იქნება კარგად. მე გამიგია რომ მე ყნოსვაზე ვიცი მარტო. ყნოსვაზე მართლა არის ხო? ყნოსვა და გემო უეჭველი რა. გურმანი რა ხარ და რო ეწევ მაგათ ეხავს. ვაფშე არ ეხავს ანუ სამზარეულოში მუშაობ უნდა ეწევდე და ის უნდა იყო. The bear. დათვი ანუ გეიმ ამაკაცი ბევრი თმით. აი ეგ უბრალოდ ხო. გრაინდერზე ეგ უწერია ჩარტის ლაიქებში. კი. ეგ და math. მარტო იგორის თონცარე. Bear math. და Hunter Biden ფოტო. კი. გონი ეს პოდკასტი ნენელა ის როქე დეიტინგ შოუ ხდება შენთვის. დიჭა, ხო მართლა. არა პრობლემაა. შუახნის ქალებისთვის და შენთვის. ხო, შუახნის ქალები, კაი, ახალგაზრდებს არ გამოგვიცხავთ. მაგაზიანერებად. და მე და ეს პოდკასტი ვართ ხიდი. ხო, თაფტენ ვადიები თუ
თუ დავეკებთ TikTok ვიდეოს დაგსტაკავთ რაიცო. დარწმუნებული ვარ, რომ ორი გოგო უყურებს ამას და ეგეც დედა ჩემი ალბათ. აუ წეგან შემოვიდა ჩემო თახში და ახსნა წერო მეთქი პოდკასტ წერთ და გამოტყდა. რა მე მე შემცხა. აუ საუბარი იქნება. რავი. მოვასმენია მეთქი დაიკიდა. არა, ისე მე არ ვეუბნები არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან შემცხო. ხა ცოტა გამიტყლა პირველ სერიაზე დადის ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ცხონდა. მაგის. მე ვაფშე არ გამტყდა. ფრექვია, მადლობელი ვარ, რომ ხახმა დადო. და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ნახვა ავაგროვეთ პირველ სერიაზე. ამდენი 200 ნახვა, მაგრამ ბევრს ნიშნავს. არ მოვიდი საერთოდ. ხა მე მეგონა რომ აი ასი კიდევ წარმოვიდგინე, მაგრამ მაგდენი არ მართლა. ამ ვიდეოზე რა გაკო, რამდენი გონი არ ვიქნება. ბჭკო არაფერი არ მაქვს, მაგრამ expectation კი არა, ანუ ველოდები რომ უფრო ცოტა იქნება ვიდრე პირველს. ხო, მეც ასევე. და ძალიან დასაკლები სერია არ მგონია. არ კლიპ ფარმო. ხო, იმენა მაგრამ პირველ ეპიზოდი მაგრამ ძალიან კლიპ ფარმი გავარდა. ნუ კარგი ისა ჰუკ. ხა. ვიურები ავიღეთ. პირველ რამდენიმე სერია მასე უნდა გავაკეთებინა, მაგრამ ეს ცოტა სხვა ტონის სერია იყო. იყო რა არის ჯერჯერობით. ამ სერიალზე სერიალი გახდება რა მალე. იმის კამინდა და ძალიან დიდი ინსპირაცია იყო ჩემთვის სანდრო ჯინორიას შოუ. ვინც არის ის იყო შოუ რამდენიმე ერთი წლის წინ დაარსებული. და ტარდებოდა იგივე ფორმატში Rust-ში ოღონდ. და გამახსოვს რომ ჩამიგდები. ხო, კლიპები მხდებოდა TikTok-ზე და მაინტერესა რამდენიმე იმას უყურე და თორე ბოლომდე არ მაქვს მე ნახი და ძალიან ნანოფი, იმიტომ რომ წაშლილი აქვს, არა და მალული აქვს უმეტესო ვიდეოები. და უდავთ ხოლმე ორი არხი, ეხ სახელი ერთგან შეცვლი, იმიტომ რომ ორჯერ იყო დაწყებული ვაფშე. პირველს co-host-ი სხვა ყავდა და მეორე სხვა ყავს. მაგრამ host-ი თავი ტიპი იგივე იყო. ხოლმე შეიცვალა და ეხლა გახდა სანდრო რაღაცის შოუ რა. ძალიან თესლი ფორმატი იყო, ძალიან ნორმალური ადამიანები იყვნენ, სადაცილო იყო. კრეატიული რაღაც cold open-ები ქონდეს რა. ინტრო იყო რაღაც პატარა, რამდენიმე წუთიანი და ვიდეო იყო პატარა და შესავალი ქონდა. ერთი ეგ შესავალი დევს და ბოლო ვიდეო უდევთ, სადაც Rust-ში აღარ ტარდება უკვე და ვიდეო live format-ში გადაღებული. კომენტარა და ეგ ნახე მეც სადაც როს ვამენთ რა. ხო და ხო. და რა ქვია, გონი იმიტომ აღარდება რომ ჩემს hate მიიღეს, იმიტომ რომ რაღაც ცუდი opinion დააფიქსირეს საზოგადოებისთვის. რა. რაღაც რუსულ კანონზე თქვა რაღაცა და ჩემს დააკენსელეს და გააჯბებინეს იმიდან, მაგრამ შეიძლება ვწდები და უბრალოდ აღარ უნდა ჩაწერა. აი მე არ მგონია რომ ვინმე დააკენსელებინა მაგის გამო. ნუ ხო, მაგრამ ისეთ ანუ აი რაღაც ძალიან გაცილ ინფლუენსერები ყოფილიყო, აი ხან დააკენსელებდნენ, მაგრამ ნუ ნორმალური ნახო კონდეთ ხო. ხა, მაგრამ დააკენსელება არ მგონია. ხო, აი შეიძლება გარჩენა დააკენსელა. ნუ აი პოდკასტია შოუ. და იმედია, ოდესღაც დაბრუნდებიან და ან ჩვენ ვიყიდით rights და დავდებთ ხო. ხო, დიდი conglomerate გახდა დიდი კომპანია. ხო, დიდი კომპანიებთან დაკავშირებით, კავია პლუსთან და კავიამ ზოგადად არ გაიხაროს. რაცა? იმიტომ რომ ვაფშე მოკლა ქართული გახმოვანება ხო, და piracy. ხო, და piracy, იმიტომ რომ ძალიან ადვილი იყო მანამდე ქართული მოსყოლება და ხო, რა კლევა იყო ესე. ანუ მე ქართულად არც უყურებდი არასდროს, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი ხალხი უყურებდა და ხო, და ხავს. კლევა. ავერკნათ რა გთხოვთ. გაითხარეს მე მგონია ამხანას. ო, და ძალიან ცუდი აპი აქვს, ძალიან ცუდი ინტერფეისი აქვს. რაღაცა კინო უდევთ. მაგდა და Curb Your Enthusiasm ხავდათ ქართულად თავი ეგა. ხო, ქართული ფილმები უდევთ მომენტ. ვიღაცამ თქვა რომ ვიღაცამ ტიპია გვიკომენტარებს და Letterboxd-ზე დაგმომატეთო. აუ, ხოდა ეგ არ ვიცი რამდენ მინდა რომ Letterboxd გაცა. ხო, არც მე არ მინდა ნამდვილად. და
მაგაკლე რევიუებს წერ. არ მე ხან ხო არ მაქვს მე ვერ review. მე ნამბოლდერს ყველა კინოს უყარ ყველაფერს რევიუს წერ და ზოგადად პროსტა არ მინდა რომ უცხოტებება ნახან. ხო რა. შედარებით vulnerable რაღაცები. მართლა არ მინახავს მე არ ნახავ შენ იმას. არც მე არ ნახავ, მგონი მარტო შენ თისერ ხოლმე. ასე ვარც, ასე პროსტა იგრე მახსოვს. ხო მგონი არ წერ. და ნახავ. აი, Eternal Sunshine of the Spotless Mind-ზე მეწერა რაღაც და ხო, ეგეთი რაღაცები არ მინდა რომ ნახო. ახლა ხანს უყურე? დეკემბერში. საკმაოდ ხანს როგორ მოგეწონა აბა? რა, ეგეთ კაი კინოს მართლა არა, და ძალიან დიდი ხანია ეგეთი კაი კინო არ მქონა. ახლა და favorite-ებში შევიდა ეგრე. კი, არ მოვოდი მე funny guys-გან. აქვია? Jim Carrey. Jim Carrey-გან არ მოვოდი მას კინოში. ხა. და ბავშვობაში მასკი დამახსოვს მარტო. Aber Jim Carrey მაგრამ მოსებოდა вообще აქამდე. იმენ ჰეითერი ვიყავ. რატო? რავი, მაგ ტიპის კომედია არ მოსება არასდროს. ბავშვობიდან არ მოსება. შადეგიშავდი მე ყველანაირი კომედია მოწონდა ბავშვობაში. რა, სასაცილო სახეს რო იღებენ ეგრევა punchline-ი მიზევა ბავშვობიდან. Stand-up-ს უნდა გაკეთო სამ ეგრევა. ჯოგონი იმიტომ რომ ანუ Rice-Gums უყურებდი რა. და ხო, ამ სერიოზულად უყურებდი? რა, Rice-Gums სერიოზულად უყურებდი. და commentary YouTuber-ს და ანუ მაგდროს Lily Pons და ვიღაცების wave ხო იყო რა. ხო. და ეგენი ანუ მაგათი თელი შტიქის იყო რა, ანუ funny face აკეთებდა და შა. და მაგას რა ჯორდან მეც ეგ ჩამოვიჭდა და მე შეყლევა ალბათ. არა მეც მაგებს უყურებდი ზუსტად მეც იგივე მოტივი მეც მანდა ყოველთვის რომ funny face bad, funny face funny and funny face bad. ხა. ვაა. მე inside zero funny face bad. ლეპონს უყურებდი თან ბავშვობაში. ლეპონს არ მაგას ვაჭრობდი ბავშვობიდან. ბავშვობიდან მე მაყოლებული, საო. რომ სერიაში გადავიღოთ ვიდეო არასობრიულ მდგომარეობაში. რას ფიქრობ? აუ რავი. საბგოლდა ხელფას ჩამერიცხება ახლა და არ არის ხელფასი. ხელფას ჩამერიცხება ამის მე აღარ ვიქნებ ფხიზელისო. ფხიზელი აღარ შემოხო ხოლმე? მართლა არ შემო. ეს ძლიერ სეტანი ვარ. ჯაშენ კომენტულდა. თქვენს გაითხოვეთ. და მე ძალიან თეიქ თუნდა დააბრალებთ ფოდა. იზირა. ხა. არა, ავისაბეთქა. მაგრამ ზოგადად რა იცოდეთ ორას გამომწერზე შუმებს ვიყავ ეგრევე. ხა. მაგრამ მაშინ აღარ შუმებს. ან ზდით. აი არ შუმებს და მაშინია მართლა. რომ რისი აგეშინია? ანუ რავი, კეტამინის ან კოკაინის ფორმაშინია უძე შუმებს. რატო? ბუნებრივი როა? არა, რაღაც ანუ psychedelic რომ მაგიტა. Appliance psychedelic რა, ანუ ნუ ხა, მაგრამ they got no on შუმებს ძალიან. TMT მინდა მართლა და მე პროსტა ანუ აი იმენ deathbed-ზე უნდა ვიყო რომ გეკოსინჯა. და აი მაგის მე როგორ უნდა გავეცილო ჩოლბერ ცხოვრება არ მესმის მართლა. Joe Rogan-ის ამებზე უნდა ვიყოთ უბრალოდ რა. როდის მიგვიწევს ალბათ Joe Rogan channel? რავი. reactionary სიტყვები თუ გავხდებით და ტრამპს გავაბიარებთ საკმარისად შეიძლება მალე. ვინ გიყოლებოდა აბა პოდკასტში ჩამოთვალე ხალხი? ნუ ქართულად რა ვიყავდეთ ეგეც მაშულა? კი. მას სამხორით. კაი. ჰასანაბი მეყოლებოდა პირველი ბოჭოლე. კიდე რავი, არ ვიცი, ძალიან რთული კითხვა. არ ცოცხალიც. ცოცხალი, არ ვიცი, ახლა ჰასან ფაიკერ მახსენე მარტო მეტი არა. Frank Zappa? მე გამახსენე პირველად. Frank Zappa სუსვანი და მე ხება ეს მეკიდია ძალიან. რა გიშავა Frank Zappa? просто. არც ერთ დამიშავა. გონი, უნდა მოგწერო ხოლმე გაგახსენე რომ აი ამას მოვუსმინე დღეს თქო. ხა, Frank Zappa-ს ეგრე დამავაწყვე მგონი. ფერი ხალხი დაგეუწყდება შენ. ნიკო ნერგაძე? ნიკო ნერგაძე, ანუ ნიკო ნერგაძე არ ვიცი შესაძლოა ვიყარებდი просто. ძალიან კაი სერიები აქვს რა აქვს. ხო, იმიტომ რომ ანუ ის თავს ლაპარაკობს ძალიან შეუძლია ლაპარაკები თქვენ ანუ მაშკა არ შეგვიძლია. ერთ 50 სერიაში შეგვიძლია იმედი. და that's amazing. თანხმოვნები არ შემიძლია იმედი. პირველ ეპიზოდში სანსერ პირველ ეპიზოდში ფრუნერული და მაგით ვერ ლაპარაკობ. ეხლა უფრო გამართლება ლაპარაკობ გონი ვიდრე პირველში. ამათ პირიქით.
პირველში აი მართლა ისეთ რა ისე ყველა ლაპარაკობდი რომ არ ვიცი. ხო ეხა შედარებით უფრო დამშვიდობ ლაპარაკობ და დაფიქრებულად. ხა. აი წინა ეპიზოდში მართლა აუტისტი ბავშვი ლაპარაკობდი. ხო რაცა გამახსენდებოდა უცბად გადავხდებოდი მათემატიკაზე და ხა. ერთ საათში მინდა და ყოველთვის ჩატევა. ხა ზუსტად. მან მგონი მაგიტო იყო კაი. მგონი მაგვერზე უნდა დავუბრუნდეთ მაინც. რა ფიდბექს მივიღებთ ამ ეპიზოდზე, იმედია კომენტარებში დაწერთ. რა ფორმატი გიჩვენიათ, რა ტიპის ვიდეოები გიჩვენიათ. არ თქვათ რომ რაღაც ამ ყლებაზე არ ილაპარაკოთ და იმაზე ილაპარაკეთ მარტო. მაგ კომენტარში დაწერთ კიდე მართლა ნომერს დაგეწერინებ და კამო, ჩარტი არის 1.20 რა იცოდი. აი არანაირად 2.20. კაი, 95-ია. ხა, ზუსტად. და უთესლეს კალვერტს მათამაში როგორც. კი, და უზარმაზარი ყლემაკ. მორჩა ამოიწურა სერია? რამდენი ხანია? ხანი ამოიწურა, კი. თავი ძელი რო იყოს. ხა, აი, რა, აუდიოს გამართვა არ დაგავწყოს.